რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა, თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ ევროპა როგორც ასეთი არ არის პანაცეა. ევროპა იყო ბატონი გებელსიც. გებელსიც ევროპაო ამ გაპუწულმა. ერთადერთი ადამიანი დაასახელა ევროპელი და ისიც გებელსი. ნეტავ, რა იცი ზოგადად ამ ყმაწვილმა საერთოდ ევროპის ან გერმანიის. ხო ამტკიცებს, რომ დოქტორანტურა აქვს დიუსელდორფში დამთავრებული. ხო და რა იცის იმ ქვეყნისა. აი, ეს ტოტები რომ გადაუჩეჩო, გადმოუჩეჩო, შიგნით ჩაიხედო, რას დაინახავ? პირველი კაცი, ვინც სიტყვა გერმანელი, საზოგადად ევროპელის ხსენებაზე წარმოგიდგება, გებელსი ვისთვის შეიძლება იყოს. მე მაგალითად გერმანელის ხსენებაზე პირველი ბეთჰოვენი წარმომიდგება. მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ და შენ გაქვს უფლება რომ სოფლიო მუსიკის მწვერვალად შენი ხაზეინის ბიჭი იე მიგაჩნდეს. მეორე ადგილოსნად კი იმედის ბენდი შენივე სოლოდი. ზოგადად გაქვს უფლება ჩამორჩე განვითარებას, მათ შორის მუსიკის განვითარებას. ოღონდ არ გაქვს უფლება ქვეყანას ასწავლო, რომ ევროპა გებელსია, ან ჰიტლერი. როცა ამტკიცებ, რომ ერს წარმოადგენდა და მისი ხელისუფლება ხარ, სუპერ ლეგიტიმური. ევროპა იმიტომ არაა ევროპა, რომ გებელსი ამ კონტინენტზე დაიბადა. ევროპა იმითაა ევროპა, რომ შვა იგივე ბეთჰოვენი, ჩერჩილი, ვოლტერი, ჰომეროსი, ნანსენი, მიქელანჯელო, ნაპოლეონი, ვერდი, დაძმა უორდროპები, გოეთე, კოპერნიკი, დანტე, პილსუდსკი, კოლუმბი, მაკედონელი, შილერი, ჟანა დარკი, დაიმლერი, შექსპირი, იოანე პავლე მეორე, აინშტაინი, მოცარტი, სერვანტესი, არისტოტელე, დავინჩი, ქმარიცოლი და შვილი კიური, ფელინი, კლიმტი, სოფოკლე, ნიუტონი, ბიტლსი ბოლოს და ჩელენტანო. აი ეგაა ევროპა. ამიტომ უნდა ამ ხალხს ევროპა და ამიტომ ამბობს უარს პუტინის ნახაზებით აშენებულ რაღაც მოზალადე რეჟიმზე. კიდევ იაკობ ხუცესია ევროპა და რუსთველი. აღმაშენებელი და ფიროსმანი. ნიკო ნიკოლაძე და იაკობ გოგებაშვილია ევროპა. ფარსმან ქველია ევროპა და ფარიხანომ სოფიევა. დავით სარაჯიშვილი და გრიგოლ ფერაძე. წარმოიდგინე. ვაჟა ფშაველა და ამბროსი ხელაია. გალაქტიონი და ივანე ჯავახიშვილი. და თამარ მეფე და ილია ბოლოს და ბოლოს. ესენი უნდა გაახსენდეს უცხოელს ნებისმიერს, როდესაც საქართველოს უხსენებენ. ამას უნდა შეადაროს თავი ნებისმიერმა ქართველმა, როდესაც ევროპასა და მომავალზე დაფიქრდება. თორემ რაღაცა გაპუწული ხელის ბიჭის ლოგიკით, საქართველო არის სტალინი, საქართველო ბერია, საქართველო ორჯონიკიძეა, ბუდუ მდივანი, გიგლა ბერბიჭაშვილი, კახაბერ ყორღანაშვილი ან შადიმან ბარათაშვილი. და განა ეს სიმართლეა? კი, ეთნიკურად ესენი ქართველები არიან, მაგრამ ჩემო ირაკლი, საქართველოსა და ქართველის ხსენებაზე პირველ რიგში ბატონი ბორის ივანაშვილი არ უნდა გაახსენდეს ყველას. დიდი ბანკირი და პოლიტიკური ფაკირი. პელე და ექვთიმე სამაგალითო ერისკაციდან ერთდროულად ორი ერისა, ქართველი და რუსი ერისკაცი. შტერები არიან, წამოცდენები აქვთ, ქვეცნობიერი ალაპარაკები და ეგეთები დაივიწყეთ. ეს ქართველი რუსები ყველაფერს კარგად გაწერილი რუსული პროპაგანდისტური სტრატეგიით აკეთებენ. კობახიძე თითქოს შემთხვევით ჩააგდებს ხოლმე მარცვალს, რომ ევროპა გებელსია მაგალითად. მისი მსახურები კი ამ მარცვალს აღიევენ, წყალს უსხამენ, ნიადაგს უპატიებენ. სპეციალურად მოუძებდნენ. ეს ჯელი ვინ იყო? ქართულის პროჭორვილურ დიალექტზე პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ჰქვია. მოკლედ, დიდი კაცია ბატონი ბორისის კარზე. განა მარტო დიდი გონია თავი ამოცანაც დიდი აქვს. პარტიის სახედით ლაპარაკობს და ლაპარაკობს აი ასეთებს. საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ სანამ ელჩების დანიშვნაზე deep state-ის მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას. ვერც იმას იტყვი, რომ ტკივნეული თემა ამას შეტენეს, რათა მერე ყველაფერი დაბალღობეს შეაწმინდონ, ეგ არაა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. ზუსტადაც რომ ეგაა. და ამას კაიხანი არ მალავენ. უბრალოდ, აქამდე არ უხსენებიათ საერთო სახალხო მოთხოვნა ელჩების გაძევების შესახებ. და ახლა ახსენეს ამ ჯეილის პირით. მაგრამ სანამ რუსეთში რჩებიან დასავლეთის ელჩები, ბორის ივანაშვილი ფორმალურად არაა ეძულებული, რომ ყველანი გაყაროს. თანაც ნებისმიერი ელჩის გაგდება იქნება ბოლო წერტილი თვითონ ქოცის რიტორიკაში, რომ რაიმე ზოგადად ევროპული პერსპექტივისთვის ირწვის და რაიმეს წევრობას ელოდება.
გარდა შანხაის ორგანიზაციისა და ODKB-ს. ჩებით ცალმხრივად მეგობრობის, პარტნიორობის რეჟიმში კოცი სხვას არც უნდა ელოდეს. იმედიც კი თავის გადაქმნებით აღიარებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო წოდებულ კანტორაში დაბარების მიუხედავად გერმანიის ელჩი საქართველოში ვიღაც წარმომადგენელს გზავნის და თვითონ არ მიდის. დანარჩენებმა კი 20 წუთი უსმენეს ბოჭორიშვილის მოადგილეს და წამოვიდნენ. მე აქ დამპატიჟეს ჩემს კოლეგა ელჩებთან ერთად. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა ხელისუფლების შეფასება არჩევნებსა და არჩევნების შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით. ევროკავშირის მიერ არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასება ძალიან ნათლად არის გამოხატული უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაცისა და კომისრის კოსის ოფიციალურ განცხადებაში. გთხოვთ იხილოთ კვირას გამოქვეყნებული ეს განცხადება. მე სხვა დამატებით კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ევროკავშირის ელჩი ერთადერთი იყო, ვინც მოსმენილ ბოდვაზე კომენტარი იკადრა. ისიც მხოლოდ ის თქვა, რაც ათაჟერ უთქვამს მასაცა და მის უფროსებსაც ბრიუსელში. რაც ასე არ მოსწონს ქართულ ოცნებას, აი ისე რომ პირდაპირ აჟრიალებს. თუმცა კოდ ზოგადად მაგრად აჟრიალებს, ეგ ბრიუსელის გარეშეც ვიცით. ლეიტენანტ მდინარაძის სახრალი ხელით ტვინი და ცოტა შესიებული კოჭები უცებ დაეტყო სულს. დიდი ავტორიტეტი ამ კანტორას არასდროს უსარგებლია, მაგრამ ახლა რომ იჭრის თავსა და ყელს თან ბლაგვიდანით ასეთი ლილუაშვილის დროს არ უქნია. არც ოხანაშვილის დროს მეტეორივით რომ ჩაუქროლა იქაურობას და გაქრა. გქმ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული 2 პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ. ჩახმამუკა რაღაც მასშტაბურ დებილობას ველოდით და შენ იმედი არ გაგვიცრუე. ბაჩიაშვილის თვითცემის ვერსია, რომელსაც ციხის უფროსის თვითმკვლელობის ვერსია დააუმატე, ყველაზე დიდი დებილობა რის მოფიქრება შეიძლებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა იმაზე დაფიქრება, რომ მიშას შემდეგ ქვეყნის ყველაზე დაცულმა და ყველაზე მნიშვნელოვანმა პატიმარმა. არავის ეწყინოს, მაგრამ ბაჩიაშვილი რეალურად ბორია ივანაშვილისთვის ყველაზე ღირებული პატიმარია, $1 მილიარდი ღირებულების. აი, ამ პატიმარმა ბაჩიაშვილმა სხვა ციხიდან ვიშიბალები გამოიწერა თან ორჯერ, რომ შეძლების დაგვარად მაგრად ეცემათ. გაატეხინა თავი, ისე რომ ნაკერები დასჭირდა, გონი ხელიც მოატეხინა, დაიმართა ტვინის შერყევა. შემდეგ წაშალა მთელი ციხის შიდა კამერების ჩანაწერები, რომელიც სხვათა შორის ციხიდან კი არა დეპარტამენტიდან იმართება, საბურთალოზეა დეპარტამენტი და იქვე ინახება. აი, ეგ არქივი ციხისაკენან წაშალა და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გაეშავებინა ბატონი ბიძინას უმციკლო სახელი და საქმიანი რეპუტაცია. ახლა ველოდებით ბრიფინგს, როგორ შეიტყვა ბაჩიაშვილმა ციხის ყოფილი დირექტორი ავტოფარეხში. როგორ გაითამაშა მისი თვითმკვლელობა და ესეც ბატონი ბიძინას უმციკლოობას აღკიდა ტვირთად. რა თქმა უნდა, საკენიდან გამოუსვლელად. მე არ ვთქვათ, რომ ამ ლეღვობებს სუს რუსები არ უწერენ. თან უწერენ, თან დასცინიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩემო მამუკა, შენ კლასიკა წაგაკითხეს, ისე რომ ვერც გაიგე. ქართულად წაგაკითხეს გოგოლის უკვდავი ნაწარმოები რევიზორი, რომელშიც პოლიციელი გაროსგავს უნტერ-ოფიცრის ცოლს და მერე პასუხისმგებლობა რომ აერიდოს უცხოათ ამტკიცებს, მაგან თავისი თავი თვითონ გაეროსგაო. 190 წელი გავიდა რევიზორის დაწერიდან და ქართული ოცნება ერთი ნაბიჯით ვერ განვითარდა, ერთი ნეირონით. ოღონდ რა არის გასაკვირი, როცა უпроსად თვით ხლესტაკოვი უზით. 4 ოქტომბერი დიდი დღე იყო. გინესის რეკორდების წიგნისთვის დიდი და ღირსახსოვარი. ერთი რეკორდი ქართულმა ოცნებამ მოხსნა, მგონი იმაზე მეტი პროცენტი მიიღო, ვიდრე საერთოდ მივიდა არჩევნებზე. მეორე რეკორდსმენი კი აი ეს ყმაწვილი გახდა, რომელიც ზუსტად 4 ოქტომბერს პროჭორულელებს ესალმება, თქვენც ხედავთ საიდან. Una persona me mando cae ronronea. თუ ვერ ხედავთ, ან საკუთარ თვალებს არ უჯერებთ, დაუჯერეთ ყურებს. Digo, tap al mango, o sea, digo, en potencia de algo. Esto me joda, chico. მთელი შესრულება რომ მოგასმენინო, დაიღლებით. 40 წამია. 41 უნდა და მაგარი საბაბი ქონდა, ძალიან გაიჭითა, მაგრამ 40 წამზე მეტი ვერ გაკაჭა. არა უბრალოდ, ესეც რეკორდი ყოფილა გინესის წიგნში შესატანი. არ ვიცი რა ივარჯიშა, მწვრთნელი ვინ ყავს, რა ჭამა სტომაქ აფეთქებულმა. არ ვიცი რა ჭიები ყავს. არ ვიცი მარტოს ძინავს თუ არა, არ ვიცი საერთოდ მეგობარი ყავს თუ არა, მაგრამ კი გადაახურა მიკროფონი და გახრეთა ძლივ შეერთებული რაღაცა ოზონის შრე ჩვენს თავზე. და გამოუგზავნა შორეული რეკორდული სალამი იმ დღის მეორე რეკორდსმენებს, ქოცებს. ახლა ცოტა სული რომ მოითქვა და მეთანის მარაგების აღდგენა შეუდგა, იკითხა შემდეგი არჩევნები როდის აქვს ჩვენს ძმებს ქართულ ოცნებიდან. მაგ დღეს უნდა დავამთხვიო და სიმბოლური 41 წამიანი რეკორდი დავამყარო.
ძალიან მონდომებული ყმაწვილი კია. თუ თქვა, გააკუებს კიდეც. ახლა ზიზდა გაზების დაგროვებასთან ერთად წერილსერს დიდ ქართველ და პანამელ მეცენატს. იქნებ ერთი სპორტული დარბაზი აუშენონ და 2 ჰექტარი მისცენ ლობიოს დასათესად. სპორტული ინვენტარი ყოფილა იქ ხოცების მომავალი არჩევნებისთვის აბსოლუტურად აუცილებელი. ყველა ვნახეთ, რომ ყველანაირად გაურკვეველმა არსებებმა, მათ შორის ლეგიტიმაციითაც გაურკვევლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში უცებ დაიბარეს ევროპელი ელჩები და მკაცრად მოსთხოვეს ანბან განდონი. A. 2025 წლის არჩევნების აღიარება. B. 2024 წლის არჩევნების აღიარება. G. ოპოზიციის დაგმობა და D. Deep State-ის თვითლიკვიდაცია. ანბან განდონი თქვენ კოცებო. ახლა კი კითხვა მაქვს. ბოლოს როდის დაიბარეთ ბელარუსის ელჩი? რუსეთის საელჩოს თუ ინტერესთა სექციის წარმომადგენელი. თუ საბაბი მოგაკლეს, არაფერს გიშევებენ და არსაით მტრობენ. იქნებ გამოგრჩათ. ან იქნებ არ მოგინდა ჩემჩნევა, რა კი ზუსტად წინა დღეს ლუკაშენკას მისალოცი წერილი მოუვიდა კობახიცეს, მაგარი არჩევნები ჩაგიტარებია ძმაო, ვინ მეგობრო და დაბროპაჟალავაც ჩვენს დემოკრატთა კლუბშიო. მაშინ მეკეთყვით. 8 ოქტომბერს ბელარუსის მთავრობამ რუსებთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, დაიწყო საკურორტო კომპლექსის მშენებლობა კინტრში, ქართულ კინტრში, პოჩამჩირის რაიონში. ცერემონიას დაესწრო სეპარატისტთა ვიცე-პრეზიდენტად წოდებული კრიმინალი ბესლან ბიგვავა. ბესლან ბიგვავამ დიდი მადლობები უხადა პუტინსა და ლუკაშენკას. პროჭორვილელთა მეგობარი ბატია კინტრში იწყებს გრანდიოზულ მშენებლობას, რაზეც მოლაპარაკებას 4 წელია აწარმოებს. სოხუმში ჩასულის გვახსოვს, მინსკში ჩასული და უმაღლეს დონეზე მიღებული სეპარატისტების გვახსოვს და ბევრი სხვა რამ. ესენი ჩვენ გვახსოვს. ქოცარა, მაგას ხომ სტერილური მეხსიერება აქვს ზოგადად, რა კი რუსეთს ეხება საქმე. Посещая Абхазию в 2022 году 2022 წელს აფხაზეთში ვიზიტისას ჩვენმა პრეზიდენტმა ალექსანდრე გრიგორიძე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობის საძირკვლად უნდა იქცეს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და რომ ძალიან სერიოზული კავშირი უნდა შევქმნათ. დარწმუნებულია, რომ ეს უნიკალური პროექტი გახდება სამი ხალხის, რუსეთის, ბელარუსისა და აფხაზეთის ნაყოფიერი თანამშრომლობის სიმბოლო. искренне убежден. ახლა მაინტერესებს, როდის დაიბარებთ ბელარუსის ელჩს? ან გაეროში როდის დააყენებთ საკითხს, რომ ბატია ქართული მიწის ანექსიას ეწევა, რომ არღვევს ოკუპაციის კანონს, რომ უნებართვოდ აშენებს რაღაცას ათასობით მცხოვრებისთვის. მართლა პასუხს ველოდები მაკა ბოჭორიშვილისა და სხვა არსებებისგან. აქამდე საფიქრალი ჯერ აფხაზეთის დაბრუნება, შემდეგ იქ უკვე ჩასახლებული რუსების აბარგება გქონდა. ახლა ბელარუსის მომავალი ახლას დაგვემატება პრობლემად. რა თქმა უნდა, ბოჭორიშვილს, პაპუაშვილსა და ივანაშვილს ამ პრობლემის მოგვარება არ მოუწევთ. ისინი ამ დროს საიმედო იზოლაციაში იქნებიან. ამის გაკეთება მოუწევს სხვა ხელისუფლებას, უკვე ეროვნულს. ან ისე უნდა ვიკითხო, ბოლოს როდის გააპროტესტა ქართულმა ოცნებამ, რომ აფხაზეთს რუსეთის სახელმწიფო დუმაში თავისი დეპუტატი ჰყავს. კაი, პირველად როდის გააპროტესტა? არჩევნები 4 წლის წინ შედგა და დრო ბევრი ჰქონდათ. ამ ამბავს აუცილებლად გაიგებდით. მე თუ გავიგე წესით არც თქვენ უნდა გაჭირებოდათ. ან კი გასაგები საერთოდ რა იყო? რუსეთის სამხრეთის რეგიონების, მათ შორის ხასუსომ, აფხაზეთის სახელით სახელმწიფო დუმაში ამხელა ოლიმპიური ჩემპიონი ქალისის სვეტლანა ჟურავა. მე წარმოვადგენ აფხაზეთს სახელმწიფო დუმაში. თქვენ მე მომეცით ხმა. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. არ ვივიწყებ ჩემს საყვარელ რესპუბლიკას. სვეტლანა ჟურავამ სოხუმში პუტინის საგანგებო მადლობა ჩამოიტანა უკრაინაში აბსოლუტური საზარბაზნე ხორცის გაგზავნისთვის. ასე უნდა გააგრძელოთ. ჩვენ ხომ მოგიპოვეთ დამოუკიდებლობა ქართველებისგან, ხო და ახლა თქვენ უნდა დაიხოცოთ ჩვენთვისო. Здесь я хотела вас поблагодарить. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ აფხაზი ბიჭები იბრძვიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. მებრძოლი ბიჭები არიან. თავიანთი მაგალითისა და გმირობით აჩვენებენ, რამდენად უდგას აფხაზი ხალხი რუს ხალხს გვერდით რთულ მომენტში, როგორც რუსეთი აფხაზეთს. პუტინს ხომ იცით, ოლიმპიური ჩემპიონებისადმი განსაკუთრებული ლტოლო აქვს, როგორც ბატონ ბორის ხოთაშორის. აი, ეკაჩება და ეკაჩება პარლამენტად წოდებულ რაზმეულში. ოღონდ რატომღაც პუტინის ჩემპიონები სიტყვაზე აბამენ, წიანდადებას. ეს კაციც კი, ვისგანაც სრულფასოვანი წიანდადების წარმოთქმა სრულიად მოულოდნელია, აგერ დაწერილი ტექსტის გარეშე საუბრობს აფხაზი მეგობრების ყრილობაზე გამოსვლისას. საუბრობს თავისი პარტიის იძინაე რასიას სახელით. არ შემიძლია მადლობა არ გითხრათ დახმარებისთვის, რომელიც რუსეთს აღმოუჩინეთ სპეცოპერაციის დროს. თქვენი ბიჭები ერთგულების მაგალითს აჩვენებენ. თავარ სათქმელსა და კითხვას უბრუნდები. ჟუროვასა და კარელინს და ბევრ სხვას. როდის უპასუხებს საქართველოს სახელმწიფო? ის რაც ამ სახელმწიფოსგან არის დარჩენილი მხოლოდ ფუტურო ფორმა. როდის გამოაცხადებს მათ პერსონა ნონ გრატად? როდის შეიტანს შავ სიაში? როდის გამოაცხადებს მათზე ძებნას?
ეს არც პირველი იქნება ამათვის და არც უკანასკნელი, ისედაც უკვე არიან ყველა სასანქციო სიაში. ბორის ივანაშვილისა და მაკა ბოჭორიშვილის გვერდით სხვათა შორის. მე მაინც იმედიანი კაცი ვარ და იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება მკაცრად მოსთხოვს პასუხს ქვეყნის სუვერენიტეტის დამრღვევ რუს ოფიციალურ პირებს. და რომ საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მაინც, ამჯერად მაინც არ გადაიცვამს მაისურებს დამპალი რუსული დროშით. ზედ კარელინს არ დაიხატავს და მე აქეთ არ შემოგვიტევს. ეგ ჩვენი ძმაა და არ იცით როგორ უყარს ქართველებიო. როგორც ჯამბულა თედეევის პორტრეტიანი მაისურებით ერთხელ უკვე მოგჭრა ყველგან თავი. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოს. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.